Ყველი გამოვიდა თაზო დიასამიძე 21 წლის ბათუმიდან 1.82 105 კილოგრამი. ჯიუდოზე ჭიდაობის ბაზა, რაც საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ბაზაა და დებიუტი დღეს TFC-ში. აი, როგორი გულშემატკივარი ყავს. დავით თავაძე 34 წლის რუსთავიდან არის 1.90 სიმაღლეში, საკმაოდ მაღალი მოჩხუბარე არის და სხვათა შორის 1-0 TFC-ში მისი რეკორდი. TFC-ში აქვს ჩატარებული ბრძოლა. 28 დეკემბერს ზურა ხვედელიძე დაამარცხა. მას მითხრა, რომ არის ესეთი ორგანიზაციაო, სადაც ყრიბავენ ბევრ მებრძოლებს სოფლიოდან და ერთად ვარჯიშობენ და ერთად ემზადებიან ბრძოლებისთვის. ძალიან საინტერესოა. ასაკში არის სხვაობა, საკმაოდ დიდი შეიძლება ითქვას და 13 წელი არის. ეგეც საინტერესოა. გამოცდილება თუ უფრო ახალგაზრდობა რომელი გადაწონის. ინტენსიურად ემზადებოდა ბრძოლისთვის ანდრეი წიუპასთან, ბავშვობის მეგობარი. ძალიან მაგარ წვნელთან და მებრძოლთან და გრეპლერთან.ორმაგად საინტერესოა, მეგობრებო, 103 კილო. This is the second fight of the evening. This fight is 3 rounds in the TFC heavyweight division. One punch may end it all. Introducing first, fighting out of the blue corner, a MMA fighter making his debut in the TFC, weighing in at 105 kilograms, fighting out of Batumi, Tazo Diasamidze! Ai Tazos, შენიერი გულშემატკივარი. And now, დიდი ხმაური introducing his opponent, თქვენ თუ ვერ გაიგეთ fighting out of the red corner, a fighter with 1 win and 0 losses in the TFC, weighing in at 102 kilograms. Please welcome the pride of Rustawi, Davit Tavadze! Cage boxing-ის მსაჯი იქნება ლუკა ფალიანი. საინტერესოა ისეთივე კარგი გამოვა თუ არა ეს დაპირისპირება, როგორც MMA-ის გახსნა იყო დღეს. გონია რომ გამოვა. რაღაც მე ეგრე ვფიქრობ. წავიდეთ. თეთრ შოტებში თაზო დიასამიძე, შავ შორტებში დავით თავაძე. აკვირდებიან ბიჭები ერთმანეთს. ძიმე წონებში რაც არის ყველა სანახაობრივ არის ერთი დარტყმა სჭირდება ორივე მებრძოლს აქ და შესანიშნავი დაამთავრო და თავაძე შეტევაზე გადადის. აი ზურგი არ უნდა აშკარად მაგრამ კარგად დაბრუნდა აქ. არ გაგრძელდება ეს ბრძოლა დიდი ხანი ნამდვილად არ გაგრძელდება და მსაჯმა აქ აი დააშორა ერთმანეთი. ფუქს მოაქცევო, რაც ძალიან საშიშია. შეიძლება კეფაში მოხდეს ამ დროს, არ შეიძლება ეს არავითარ შემთხვევაში რომ ზურგი მიაქციო. ცოტა დააწყნარეს აქ ბრძოლა, ძალიან ფეთქებადი დასაწყისი იყო. კარგია, ძალიან კარგი დარტყმები გაუტარა, მაგრამ მე მგონი თავაზე არის ძალიან ამტანი როგორც ჩანს. კი. კარგი ჯები გაკეთდა ნამდვილად. ტანში კარგი ქროსი იყო თავაზისგან. თაზო ცდილობს რომ სულ თავში ემუშაოს. საერთოდ არ ფიქრობს ტანზე აქ უნდა რომ შესანი ჰაილაით რილი უნდა. კი, ეთქობა. საინტერესოა მოკლედ. რა მალე გავიდა დრო უკვე 40 წამი დარჩა. 40 წამი დაგჭა. ისეთი საინტერესო იყო დრო საერთოდ გამოიცა. კარგად ჩაუსვა ძალიან. კარგი ჯებები გაცვალეს აქ ორივე. კარგი კომბინაცია აქ. თაზო მე მგონი უპირატესობა საინტერესო გაცვლებია ძალიან. ამ რაუნდში მე თუ მკითხავ 10 წამი.
აი კორპუსიც ადა და ზურგი შეაქცია. ისე ტანში კარგად ემუშავება თავაზე და ძალიან საინტერესო დასასრული რაუნდი. მაგრამ უკვე მეორედ გააფრთხილა რომ ზურგი არ შეაქციოს. რაც საჩიშია მოდროულად. კარგი ამტანობა, წავედით მეგობრებო მეორე რაუნდში. და კარგად ემუშავება თავაზე ძლიერი და შესანიშნავი კიდევ ერთი. კარგი ჯები, ძალიან კარგი ჯები აქვს თავაზეს. მეგობრებო, მაგრამ კარგად ემუშავება დიასამიძეს ნახოთ აბა 20-ში რამეს თუ მოახერხებს. და ფინიშზე მიდის ტანშიც. ალბათ არ უნდა დაანებოს თავი. შესანიშნავი გასვლები, ვერცოთ. შესანიშნავი გასვლები. აქ დაცვაზე უარს ამბობს ორივე მებრძოლი. 10 წამი მეგობრებო. და აქ ცოტა გაუგებრობა. არა უშავს. ვერ ხვდებიან რა ხდება, დამთავრდა თუ გრძელდება რაუნდი და აი საბოლოოდ დასრულდა. დასაფასებელია, ძალიან საინტერესო ბრძოლა. ნამდვილად. უპირატესობა ერთი და მეორეზე გადადის, საინტერესოა ძალიან. რომ მგონია რომ ერთი არის შეტევაზე, ისეც უბრუნებს მეორე რომ მგონია რომ აქ დამთავრდება ბრძოლა. შევამჩნიე, თავაზეს აქვს ძალიან კარგი ჯები, ძიმე ჯები აქვს, რამდენჯერაც დაუხვედრა, იმდენჯერ იგრძნო დიასამიძემ, თავი უკან გაწია. აი აქ შესანიშნავი და ასევე ზადება ბოლო რაუნდისთვის საინტერესო და დაძაბული ბოლო რაუნდი იქნება დარწმუნებული ვარ. წავედით და იწყება ისევ ბოლო რაუნდი. მე მგონია აქ არ მივალთ გადაწყვეტილებამდე, ისე საინტერესოა. ნახოთ. მიდიოდა პირველი ორი რაუნდი. ამისთვის არის 2 წუთი. აი გესმით ალბათ მაური. კარგი ჯები ისე. კარგი ჯები ძალიან უნდა გადაგიხადო. კარგი მარჯვენა და რა ხდება? მოსაკლავად იქნებენ აქ მე მგონი დარტყმებს. ნამდვილად. დიასამიძეს ცოტა დაღლა დაეთყო მე მგონი. ღრმად სუნთქავს და ნაბიჯებზეც ეთყობა რომ ისევ კარგად ემუშავება თავაზე ძალიან. ტანშიც. აი თვითონ ერთ დარტყმას ამზადებენ, აი ერთ ძლიერ დარტყმას. მარჯვენა დაახვედრა. ახლოს არის ფინიში დიასამიძე თავაზე. არ უნდა დაანებოს თავი, არ უნდა დაანებოს. ზიანებულია ძალიან. და კარგი. კეფაში დარტყმის გამო გააფრთხილებენ ახლა, გააფრთხილებენ. მე მგონი არ გააფრთხილეს უკვე. არა, სიტყვიერად გააფრთხილა. ხო, არ დააკმოთულა და ისევ იგივენაირად დაბრუნდნენ გაცვლებში. აი დიასამიძეს ფინიში უნდა ეთყობა, არანებებს თავს. მე მგონი გძნობს რომ ჭირდება. მაღალ პრესინგზე აშკარად. და MMA-ში გადავედით მე მგონი. ცოტა ბიჭებს დაეწყოთ დაღლა, მაგრამ ლოგიკურია ესეთი აქტიური ბრძოლის შემდეგ. ორივე წინსვლაზეა მთელი ჩხუბია და რა თქმა უნდა რომ დაეტყობოდათ მათ დაღლა. აქ ზურგი შეაქცია თავაზე და კარგად ემუშავება. შესანიშნავი შეტევა. მაგრამ ნახევარი ვერ წუთი გაუტარა მე მგონი ვერ. ამ მაგარი ბრძოლის ნახევარი წუთი დაგჭა. დიასამიძე ძალიან დაღლილია, მაგრამ მაინც უბრუნებს აქ არ ნებდება. აქ ცოტა ტრიალში რაღაცა MMA-სკენ გადავიხარეთ, იდავს გავდა, ხო, მეც ეგრე დავინახე, იდავს გავდა. ემოციებში ხდება ხოლმე. მაინც როგორ ემუშავება. აი შესანიშნავი დასასრული, მეგობრებო, ამ აპერკოტი, ძალიან კარგი აპერკოტი გაუტარა დიასამიძე. ეს რაუნდი აშკარად დიასამიძე უნდა დაგეთანხმო და აქ დასასრულია ოჯახი, მეგობრებო. სასწაული ბრძოლის.
გესმით ალბათ ხალხი როგორ ძალიან მაგარი ბრძოლა მართლაც დასაფასებელია. თანაბარი მინდა ვთქვა და საინტერესო. ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო. ორივეს ჰქონდა ძალიან დიდი მომენტები და ნახოთ აბა რას გადაწყობს აქ ჟიური. დიდი პატივისცემა ორივე სპორტსმენს. ჩემგან ძალიან მაგარი ბრძოლა ჩვენს. აქ ესე ბინძური ბოქსის მეთოდები გამოიყენა, აქ თავი დაუჭირა იასამიძემ და ისე უხავდა აპერკოტებს, მაგრამ кейჯ ბოქსინგში ეს არ არის ნუ რა თქმა უნდა ის დაჯარიმებადი აქვს იმას იყენებს. Ladies and gentlemen, this bout has been determined to be majority draw. და რა ხდება აქ? ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ფრე დასრულდა. გულოცა ორივე მებრძოლს, გონი არც ეს არ ეწყინებაც. არა, ნამდვილად და ორივე გამარჯვებას და გეთანხმები ნამდვილად. სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აქ მე მგონი დიასამიძის გამომეტყველებით ნუ რა მან დაჩაგრულად იგზნო აქ თავი. ცოტა უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ძალიან მაგარი პიჩები.